ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე რეკონსტრუქციის დაწყებამდე ბოლო სპექტაკლი გაიმართა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ფიფქია და 7 ჯუჯა ენახა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი სცენა მაყურებელს დაემშვიდობა. სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით დაახლოებით 3 წლის განმავლობაში თეატრი მაყურებლისთვის დახურული იქნება. დამშვიდობება მაყურებელთან მხიარული ზღაპრით საკმაოდ სევდიანი გამოდგა. ბოროტის კეთილთან ჭიდილის სიკეთის გამარჯვებით დასრულდა. ფიფქიას და 7 ჯუჯას ზღაპარი ბოლო სპექტაკლია, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა დიდ სცენაზე ითამაშა. პატარა მაყურებელი დადებითი ემოციებით შეხვდა საყვარელი ზღაპრის თეატრის დიდ სცენაზე ხილვას. ფიფქიას ნახვა კი ყველა მათგანის სურვილი გახდა. ვინ მოგეწონათ ბავშვებო, ვინ გიყვართ? ფიფქია, კიდე ვინ გიყვართ? ჯუჯები, დედოფალი? როგორია დედოფალი ბავშვებო? დედოფალი ბოროტია თუ კეთილი? და ფიფქია როგორია? ჯუჯები? უფლისწული? კეთილი. როგორც ვიცით, მალე დაიხურება ეს თეატრი ძველი რემონტით და შევაბიჯებთ ახალ თეატრში. ძალიან ემოციური იყო განშორება ძველ თეატრთან, ძალიან მომენატრება, მაგრამ სასიამოვნო იქნება ახალ თეატრში შებიჯება და ფიფქია და 7 ჯუჯა არის ბავშვებისთვის უსაყვარლესი სპექტაკლი. როდესაც ისინი სიამოვნებას იღებენ, ჩვენსკენ აშუქებენ ამ ყველაფერს და ძალიან ბედნიერი ვარ და არის ძალიან ბედნიერი დასასრული დღევანდელი დღის. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დიდი ხნის ისტორია აქვს. თეატრის მშენებლობა 1933-34 წელს დაიწყო. თეატრი 1962 წლის მარტში გაიხსნა. მას შემდეგ შენობას რეკონსტრუქცია პირველად utardeba. ძალიან დიდი ქველმოქმედება იდება ამ თეატრის რეაბილიტაციაში, რესტავრაციაში და სულ მალე, სულ რაღაც 2 წელიწადში ჩვენ დაგვიბრუნდებით და დაუბრუნდებით სრულიად ახალ, სრულიად გარემონტებულ და რეაბილიტირებულ თეატრს. მე კიდევ დღეს ნამდვილად ემოცია იყო, ძალიან ლამაზი საბავშვო სპექტაკლია ჩვენ ეს ფიფქია და 7 ჯუჯა, ჩვენ ყველა გავიზარდეთ ამ ზღაპარზე და რა ვიცი, ცოტა ბავშვობაშიც გადამაგდო, როცა უყურებდი სპექტაკლს. და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას, მთლიან დასს, თითოეულ მსახიობს, რომ ძალიან ლამაზი და ძალიან ლამაზი სანახაობა გვაჩვენეს დღეს. დადგა ეს დღეც 21 ოქტომბერი, ხვალიდან უკვე ვემშვიდობები, დღეიდან უკვე ამ სცენას, ამ დარბაზს, რომელიც ამდენი წელი ესე ღირსეულად გვემსახურებოდა, გვეფერებოდა, ცოტა გაყინულებს, ცოტა შეციებულებს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი შემოქმედება, დიდი სითბო სუფევდა ამ დარბაზში. ჩვენ ბედნიერები ვართ, ცოტა ცრემლიანები, ვემშვიდობებით აი ამ დარბაზს. 2017 წლის გაზაფხულამდე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სპექტაკლებს მცირე სცენაზე ითამაშებს.